მეხსიერების ბარათებისა და ჩიპების ბაზარზე სერიოზული დეფიციტია შექმნილი და ეს არ ახალი ამბავია იმ განსაკუთრებით დაინტერესებული ტექნოლოგიური სფეროთი დაინტერესებული მაყურებლისთვის, რომელმაც კარგად იცის, რომ მსოფლიოში ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ ისე გაზარდა მოთხოვნა ამ პროდუქტზე, რომ აღარავის აღარ ახსოვს ელემენტარულად კომპიუტერისთვის განკუთვნილი რამები, ყველა ცდილობს, რომ შექმნას რამები იმისთვის, რომ შემდეგ ისინი გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის და ასეთი სწრაფი ტემპი რომ დაგვიდგა, სრულიად ლოგიკურად ამან გამოიწვია დეფიციტი, რომელზეც არათუ თუ ადრე ძალიან შეფარულად იტყოდა 2-20 სიტყვას ის ძირითადი გამომშვები კომპანია, მაგალითად Samsung-ი, ან SK Hynix-ი, კორეულები, ან ტაივანში Micron-ი. თუ ეხლა უკვე ყველა საჯაროდ ლაპარაკობს. განგაში აქვს გამოცხადებული ყველას და პირიქით აქეთ მოუწოდებენ კომპანიებს, რომ ცოტა ხანი მოგვეცით საშუალება, რომ მომისვნოთ ან ინვესტიცია ჩაგვიდეთ იმ ხელა, რომ პარალელურად გავხსნათ ახალი ობიექტები, ოღონდ ესეც როდის გაიხსნება და როდის იქნება მზად. ერთ დღეში შეუძლებელია და თან აქ ის უნდა ვთქვათ, რომ დღეს ფინანსურად აი Samsung-ისთვის ან Micron-ისთვის ან თუნდაც TSMC-ისთვის არანაირი აზრი არ აქვს ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის რამის ან მეხსიერების ბარათის წარმოებას. უბრალოდ რენტაბელური აღარ არის ეს ბიზნესი. ხანდახან ხდება სტატიები იმასთან დაკავშირებით, რომ საერთოდ ამ კომპანიებმა შეიძლება ერთ დღეს თქვა, რომ გავედით ამ ბაზრიდან და მხოლოდ AI დატა ცენტრების მომარაგებაზე გადავიდეთ. უბრალოდ მომხმარებელი აღარ ეყოლება ხელოვნური ინტელექტის მიერ განვითარებულ პროდუქტს, ზუსტად და მანდ მივართ. მალევე ჩაიხსნება. რამი თუ არ მიყენია კომპიუტერში, რით უნდა მოახერხო. მანდ მივართ, რომ აი მალე შეიძლება იმდენად დიდი რესურსი წავიდეს AI-ის მიმართულებით, რომ ტელეფონები ვეღარ ვიყიდოთ. რაღაც ნორმალური რამის მოცულობით, ლეპტოპებზე საუბარი ზედმეტია და გეიმინგ კომპიუტერები დაივიწყეთ. საერთოდ ეგ ჟანრი აღარ არსებობს უკვე. მოიცადეთ 2027 წლამდე მაშინ იყიდით ალბათ ნორმალურ კომპიუტერს. აი ესეთი მოცემულობა და თან Gartner-მა ანალიტიკურმა ორგანიზაციამ ძალიან მაგარი კვლევა გამოაქვეყნა და მათი შეფასებით ძალიან მალე, აი სადღაც 2027 წლისთვის უკვე შეუძლებელი იქნება $500-მდე ფასის მქონე ნორმალური ბიუჯეტური ლეპტოპის ყიდვა. უბრალოდ შეუძლებელი იქნება, რადგანაც RAM-ის, SSD-ის და პროცესორის ღირებულება ჯამურად იქნება უფრო მაღალი, ვიდრე $500 და შესაბამისად არ ვიცი, კლავიატურა, შასი და ეკრანი უფასოდ უნდა იყოს. მაშინ აი არ არსებული რამ არის და ასე დროს რომ Apple MacBook Neo-ს უშვებს სწორედ მაგ ფასად, Apple სტაში კიდევ ერთხელ მხოლოდ აი ამის გამო, რადგანაც Apple შეუძლია თუნდაც აი ამ ზარალს რომ ეს არ გაუკეთებია M-chipზე. ხო, M-chipზე A-ზე ტელეფონის მოდელზე. ზუსტად აი იმიტომაც გააკეთა მან და თან 8 GB RAM-ი Neo-ში აი ამ მიზეზით არის, თორემ 16 ალბათ უნდათ, უბრალოდ არ გამოდის. დღევანდელი ფასებით ეგ არის. X-ად ნამდვილად არ გამოდის. ხო, X-ად არ გამოვა ეგ ამბავი. აქვე ეს პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ უკვე ვიცით, რომ Sony-მაც და Microsoft-მაც ახალი თაობის გეიმინგ კონსოლების გამოშვება გადადეს გაურკვეველი ვადით, აი 2028-29 პოტენციურად 30-იო, რადგანაც როგორც ვიცით, PlayStation-ი და Xbox-ი რომ დღეს გამოუშვან, იმდენად ძვირი ეღერბა, რომ ვერავინ იყიდის. ან უბრალოდ ისეთი ფასი ექნება, რომ წარმოებასაც კი აზრი აღარ ექნება და შესაბამისად მთელი ინდუსტრია რაღაც ვარ მოლოდინში და მოლოდინში ფასები არის გაზრდილი, რამდენი პროცენტი და როგორ არის გაზრდილი, შეგიძლიათ თავად გამართო. მადლობა ღმერთს, რომ ჯეტია 6-ზე მუშაობა დაიწყეს ამ კრიზისამდე, თორე აღარასდროს გამოვიდა და მეც გაეკეთებინათ ამ ფასებში. თუ ამ რეალობას გაითვალისწინები, იმასაც ამბობ, რომ 2028-ში, 29-ში ძლივს 2026 დასვეს რა ბოლო წელიწადად და იქნება ახლა მაინც გამოვიდეს, სხვადასხვა 26 მაისი მოდის და გენეულად შევხვდებით მაგ ამბავს, რომ არ გამოდის და მათ შორის ალბათ ერთ-ერთი მიზეზიც არის ის, რომ როგორც გვახსოვს, რაღაც პერიოდში მიდიოდა მოლაპარაკებები, რომ GTA 6 და სხვა მომავალი AAA და შემდეგ სხვა მნიშვნელოვანი და ღირებული თამაშები გამოვიდოდა Sony 6-ზე. Sony 6-ზე როდის გამოვა? აღარ გამოვა. კაი ხარი. აღარ აქვს დეველოპმენტს ვერ გადადებ ამდენი წლით, უბრალოდ კომპანია გაკონტროლდება ამ პროცესში, რადგანაც დეველოპერულ სტუდიას სჭირდება რა თქმა უნდა შემოსავლები. მოკლედ, დღევანდელი მოცემულობა არის ესეთი. RAM-ის, VRAM-ის და ზოგადად მეხსიერების ბარათების ღირებულება საშუალოდ მსოფლიო ბაზარზე არის გაზრდილი 300-400%. გააჩნია იქ სიჩქარეს, ბენდვიდს, გამტარიანობას, მოცულობას, მაგრამ აი ეგ არის საშუალო მაჩვენებელი და აი ამის ფონზე ბიუჯეტური ლეპტოპების ბაზარი უბრალოდ აღარ არსებობს. Gaming კომპიუტერების ბაზარზე ფასები ლამის ორმაგია უკვე და წარმოებლები გვეუბნებიან, რომ ეს კრიზისი გაგრძელდება მინიმუმ 2028 წლის ბოლომდე, ანუ 2029 წლამდე პოტენციურად ეს კრიზისი ვერ დასრულდება, რადგანაც
შეკვეთები data center-ებს უკვე აღებული აქვთ, იმ შეკვეთების ჩასაბარებლად ფიზიკური ინფრასტრუქტურა არ არსებობს და რაღაცნაირად ძალიან მაგონებს მე პირადად ეს ყველაფერი, აი პანდემიის პერიოდის დეფიციტს, როცა ყველაფერი გაძვირდა, წარმოება გაჩერდა, სახლში დაჯდა ყველა და ყველამ დაიწყო გეიმინგი, სტრიმინგი და რაღაც სიგიჟეების კეთება და იმ დროს გვახსოვს PlayStation-ებს, მაგალითად, გადამყიდველები ერთმანეთში ყიდიდნენ 5 მაგ ფასად დაახლოებით, რადგან უბრალოდ არავის არ ქონდა PlayStation-ი. აი დაახლოებით იგივე რაღაცას ხედავთ, ეს ყველაფერი არის AI-ის დამსახურება. მადლობა უთხრათ AI მოდელებს, AI influencer-ებს. მე ამდენიც არ არის საჭირო. Chat-bot-ებს აღარ გვინდა ამდენი, შეგვეშვით ძალიან გთხოვთ კომპიუტერები გვაყიდინეთ. თამაში გვინდა. ხო, თამაში გვინდა და აღარ გვინდა ამდენი AI-ის სლოპის ყურებელ, მაგრამ ნუ იძულებულები ვართ ვუყუროთ მას.